აგი დილითაც გვეგებება იქ ყოფესმაზე, მერე ასე დამკვება. სულ ჩემს ერთადა საღამოს 8-მდე. ცუდოს ვიძახი. მარტო ეგი მე დამკვება არიან კიდე ძაღლები, განაწილებულია ჩვენ მეზოვებთან. ორი უბანი მაქვს, აი ცხაკაიდან უნდა ევიდე ჭავჭავაძემდე. აგი ასე ჩიხები და აი ბარათაშვილი. ზევით სკვერი მქრია. დილით 4:30-ზე ვდგები, კომენდანტის საათია და 5-ზე გამოვდივარ სახლიდან. ფულია იმით რომ ჯერ დილის და ადამიანის გრაფიკი გვერდება, მაგრამ ისე შევეჩვიე რომ სხვაგან ვიმუშავებ არ მგონია. დაუფასებელი სამუშაო გვაქვს, ერთი სიტყვით. აი ამაზე როცა გამოდიან უბრალო მოქალაქე გავიცი ბევრიჯერ იმისთანა გასწრიანებაც და კანონმდებლობის გადალამხალხო რა ვიცი აი ყველაზე ჩვენთვის მწკივნეულია იგი რომ აი გეკუთვნის და ამაში ღებულობ ხელფასო. თუ არ გიყვარს საქმე ისე ვერ გაიგე. ხოდა წერ ქალაქი უნდა გიყვარდეს, მერე შენი კოლექტივი უნდა გიყვარდეს, მერე საქმე. თუ გინდა თელ დღე კაბინეტში ჯექი გონებრივი მუშაობა, ფიზიკური მუშაობა ორივე დამღლელია. ასე რომ ჩვენ რომ გამოდივართ დილაც, საათი იქნება საღამო იქნება სამუშაო რომელიც ჩვენ ვაკეთებთ ხარისხიან. ჩვენ თითქმის ყველა თუ რეჟიმში მუშაობდა ყველა თუ რეჟიმში ქუჩები. ჩვენ სპორტის ქუჩა ხვალ არის. საკაეთელმან კომასია, მაგრამ ჩვენს კვირაში ერთჯერ, ორჯერ მაინც ერთ ქუჩას არ გავუვარებ, დიდი პრობლემა იქნება. სცენარი ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც გაგახარებს შენი ნაშრომით და არასდროს საქმედურს არ გეტყვის უკან. ბედნიერი ვარ რომ უვლი ყვავილებს. დილით 8 საათზე გამოვდივარ სამსახურში. 6:30-მდე ვმუშაობ ჩვეულებრივი რეჟიმით. შუადღით პერერივი გვაქვს 1 საათი შესვენება. და ისევ ბრუნდებით ოჯახში. ამჟამად თითქმის დავასრულეთ ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოები. ვახმევთ ხემცენარეებს, ვუსოვთ ჭიგოებს და ვრგავთ ზამთრის ყვავილებს. უვლით შემდეგ და თუ დიდი ზამთარი მოვიდა, გამოვიძახებენ სპეციალური გამოძახებით გამოვართ გასაბერთხად. სამსახურს ყავს დიზაინერები, გვითანხმებენ ჩვენს, ვინაიდანაც ჩვენი შრომაა ჩადებული შიგნით, თუ როგორი ფორმით უნდა დავდგოთ, რა ნაზავით უნდა დაირგოს, გვაქვს სათბურები. შემოდის თესლი ტენდერით ღებულობენ და ჩვენ თვითონ გამოვყავთ ჩითილები. გულის ტკივილი კი გვაქვს, ხშირად ხდება გაფუჭებულები და მოსახლეობას ვთხოვ არ მოვითხოვ, უბრალოდ ეს ყველასია. ჩვენ ვამწვანებთ ბათუმს იმისთვის, რომ გქონდეს ლამაზი ბათუმი, ლამაზი გარემო და მოსახლეობაც თუ დაგვეხმარება ამის ყურადღების მიქცევაში ელემენტარულად ძაღლს თუ დაინახავს რომ აფუჭებს, რომ დაუყვიროს, ბაუშს ნუ გააფუჭებინებს, ახლა ზრდასრული პიროვნება. შეგნებულად ყოველს ნამდვილად არ გააფუჭებს. არა მგონი ასეთი რაღაცა მოხდეს, ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოიჩინონ ჩვენი შრომა რომ დაფასდეს უშრო. თუ ლამაზი რო იყო ჩვენი ბათუმი.